ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთის ტრასების სააგენტოსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით კურორტ გოდერძიზე სამოყვარულო შეჯიბრი გოდერძის თასი 2025 გაიმართა, სადაც სხვადასხვა მედიის 30-მდე წარმომადგენელი ერთმანეთს სრიალში შეეჯიბრა. ღონისძიება მიზნად ისახავს კურორტის პოპულარიზაციას და შიდა ტურიზმის სტიმულირებას. აქვე შეგახსენებთ, რომ ზამთრის სეზონი გოდერძიზე 30 მარტს სრულდება. მუცა კოროშინაძე გვერდდება ახლა პირდაპირ ეთერში. ნამდვილად კარგი განწყობა, შეჯიბრი უკვე დასრულებულია 30-მდე მედიის წარმომადგენელმა ჩვენი ძალები მოვსინჯეთ, ასე რომ ვთქვათ, სამოყვარულო შეჯიბრში 30-მდე მედიის წარმომადგენელი, ვიდეოგრაფი, ჟურნალისტი, ფოტოგრაფი იბრძოდა გოდერძის თასი 2025-ის მოსაპოვებლად, უკვე გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებიც შესაბამისად დაჯილდოვდნენ. სამოყვარულო ტურნირებში გამოსვლა ძალიან მიყვარს. ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რომ ყველაზე მთავარია მონაწილეობა, თუმცა ორმაგაც სიხარულოა, როდესაც პირველ ადგილზე გადიხარ და თასი შენი ხდება. გოდერძიზე მინდა ვთქვა, რომ შესანიშნავი კურორტი, არაჩვეულებრივი ტრასა დაგვხვდა. ამინდით, როგორც ხედავთ, ხელს გვიწყობს და მიხარია, რომ დღეს ჩემპიონატის გამარჯვებული გავხდი. ძალიან გახარებული ვარ, პირველ ადგილზე რომ გავედი, ძალიან კაი იყო გოდერძი. თოვლი შესაბამისი იყო, გადაფულის თოვლია. კარგად გავერთეთ ყველანი და რავი, კარგია ეს ყველაფერი მოტივაციისთვის რა, მოკლედ ბედნიერი ვარ. პირველად მივიღე მონაწილეობა მედია ტურნირში. ჩემთვის მეულოდნელად დავიღე მესამე ადგილი, ჩემი გათვლებით იყო მეოთხე, მეხუთე ადგილი. სასიხარულოდ გავედი მესამე ადგილზე, გადმომეცა თხილამურები, სულ ახალ-ახალი. და კაი დროსაც ვატარებთ, კაი ამინდიც არის, მუსიკაც კარგია, ხალხი ხომ კარგი და კარგი და. პირველად მივიღე მონაწილეობა და სიმართლე გითხრათ, ბოლო წამამდე ვფიქრობდი, რომ მე ამას ვერ გავაკეთებ, მაგრამ გავბედე და ალბათ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გავბედე და მე მგონი ხო, მეორე ადგილი დავიმსახურე, რაც ჩემთვის ძალიან კარგია და კმაყოფილი ვარ. დღევანდელი დღის ორგანიზატორია მთის ტრასებისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სააგენტო. დღევანდელი ღონისძიების მთავარი მიზანი კი შიდა ტურიზმის კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაცია და განვითარება, როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში განაცხადეს, აღნიშნული ღონისძიებები კიდევ უფრო მეტ იმპულსს აძლევს ზოგადად კურორტს და მის ცნობადობას. გოდერძის სამთო-ცხილამურო კურორტი ძალიან მრავალფეროვანია, იმიტომ რომ არის როგორც ტყიანი ფერდი, ასევე ალპური ზონა, რაც ვიზიტორებისთვის არის ძალიან მრავალფეროვანი, ძალიან ლამაზი. წლევანდელმა სეზონმა საკმაოდ კარგად ჩაიარა, ბევრი ვიზიტორი ყავდა და წელს ამ ღონისძიებით ვასრულებთ სეზონს, ხურავთ ამ ლამაზი ღონისძიებით და ყველა კმაყოფილია. ძალიან კარგად ჩაიარა დღევანდელმა ასპარეზობა, რომელიც ეწონებოდა ერთის მხრივ სეზონის დახურვას, მეორეს მხრივ კურორტის და ზოგადად სამთო-სათხილამურო სპორტის პოპულარიზებას. მინდა აღვნიშნო, რომ ყოველწლიურად უკეთესი და უკეთესი შედეგი აქვს მოყვარულ მედიის, სხვადასხვა მედიის მოყვარულ წარმომადგენლებს და დარწმუნებულია, რომ მსგავსი ღონისძიებები სხვადასხვა კურორტზე ჩატარდება ყოველწლიურად. 2024-2025 წლის სეზონი სულ რამდენიმე დღეში დასრულდება, შესაბამისად ჯერ არ არის გვიანი, შეგეძლიათ მოხვიდეთ და ისიამოვნოთ, აქ ნამდვილად კარგი ტრასები და ნამდვილად კარგი გარემოა.